უკრაინის გარშემო უამრავი საინტერესო ამბები ხდება, იცით თქვენ და უკრაინას ძალიან უკიდურესად უჭირს მეთქი. უჭირს მათ შორის ქვეყნის შიგნით და ვისაუბრეთ წინა ბლოკში ამ თემაზე, ვისაუბრეთ კორუფციულ სკანდალზე. 100 მილიონი პატარა თანხა არ არის საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ხარიბაშვილს მარცხენა ჯიბეში უდევს ეს 100 მილიონი, ხოლო კალაძეს მარჯვენაში, კალაძეს ორი ამდენი მარჯვენაში. და ესე 100 მილიონის 50% უდევს ყოველ მეორე ვიგინდარას ქართული ოცნებიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ომშია ქვეყანა და 100 მილიონის მოპარვა, 100 მილიონი დოლარის ოდენობის კორუფცია არ არის პატარა ამბავი, მით უფრო, როდესაც შენ გეხმარებიან უცხოელი შენი ქვეყნის პარტნიორები, გეხმარებიან და თურმე შენი ჩინოვნიკები, გავლენიანი პირები იპარავენ ამ ფულს და ათეთრებენ ამ ფულს და სადღაც ოფშორებში გადააქვთ და ასე შემდეგ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო მაინც უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების პირველი ნაწილი არის. მეორე და მესამე ნაწილები კიდევ უფრო სკანდალური იქნებაო, ასე ამბობენ. მაგრამ უკრაინას უჭირს, ამ კუთხითაც უჭირს, ფრონტის ხაზზეც უჭირს. რა საკვირველია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიბრუნოს, კი არა, დაიპყროს ტერიტორიები, მეტი და მეტი ტერიტორია და ამ ახალი რეალობებიდან გამომდინარე დაიწყოს მოლაპარაკებები, თუ ეს მოლაპარაკებები საერთოდ შეიძლება რომ დაიწყოს. და მესამე ამბავი, უკრაინას ჩემი მოსაზრებით არ ნახულად უჭირს ბოლო პერიოდის შეჭირვებები, გაჭირვებებს თუ გავიხსენებთ, დაახლოებით ისეა, შეიძლება იმაზე უარესადაც კი, როგორც უჭირდა მიმდინარე წლის თებერვალში, ის სკანდალი გავიხსენოთ, ტრამპი, JD Vance, ზელენსკი, რამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილი კონფლიქტი. იმის შემდეგ გამოსწორდა ვითარება, იმის შემდეგ იყო 26 აპრილის ამბავი, ანუ შეხვედრა პეტრეს ტაძარში ტრამპსა და ზელენსკის შორის, იმის შემდეგ იყო 1-2 თუ 3 ჩავარდნა ურთიერთობებში, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ისეთი მძიმე ვითარება არ შექმნილა, აღარ განმეორებულა, მაინც საბოლოო ჯამში აღმავალი ხაზით მიდიოდა მათი ურთიერთობები და უკრაინას ხმამაღლა თქვამია შეიძლება, მაგრამ თავი ქუჩში ჰქონდა, ამერიკელები ჰპირდებოდნენ, ამერიკელები ფხიზლდებოდნენ და ჰპირდებოდნენ იმას, რომ უკრაინა არ დამარცხდებოდა და პირიქით გაიმარჯვებდა კიდეც, მეცაც გეტყვით, ტრამპს 1-2 ესეთი რამეც კი აქვს ნათქვამი, პეტერბურგს დაბომბავთ, მოსკოვს დაბომბავთ, მერე კი უარყო, გავიხუმრეო თქვა, მაგრამ ეს ხუმრობა შიც არის ნაწილობრივი სიმართლე. აგრეთვე რა საკვირველია ის ამბავი, რომ სუვორველთა კოალიცია ევროპაში იქმნება, მოდი ასე ვიტყვი, აგრეთვე ის ამბავი, რომ რუსული გაყინული აქტივები ძირითარხად შეიძლება გადაეცეს უკრაინას, 300 მილიარდზე ლაპარაკი ხალხო. აგრეთვე ის ამბავი, რომ ამერიკელები მიყიდიან ნატოს საკუთარ იარაღს და ეს ნატო ვალდებული იქნება გადასცეს იარაღი. აგრეთვე ის ამბავი, რომ პრინციპში ისევ განიხილებ ტომოჰავკების გადაცემის საკითხი და ასე შემდეგ. უკრაინა ესე აღმავალი გზით მიდიოდა და უცებ რაღაცა მოხდა, მოდი ასე ვიტყვი. რაღაცა მოხდა, რაც ერთგვარ კავშირშია სწორედ ამ კორუფციულ სკანდალთან მეთქი, იმიტომ რომ თუ კორუმპირებული ხარ ტრამპისნაირებს, ეს ძალიან ფრიად არ მოსწონთ და გული ეყრებათ ამერიკული ფულის ასე გაფლანგვაზე და მოპარვაზე, ცალკეული იმ პირების მიერ, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე უნდა ყოფილიყვნენ, ან უნდა იყვნენ, ან არიან კიდეც. მე ხა ფრჩხილებსაც აღარ გავხსნი საბოლოო ჯამში, სადამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება უშუალოდ პრეზიდენტის ოფისის რომელ წარმომადგენელს შეიძლება დაადოს ანტიკორუფციულმა ბიურომ უკრაინისა ხელი. საერთაშორისო ასპარეზზე უჭირს მერქი აკითხარით, საერთაშორისო ასპარეზზე შემდეგი რამ ხდება. ტრამპი, რომელიც უხეშად 3 კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, 2 კვირაში ერთხელ იცვლის არა იმდენად პოზიციას, ამდენად აქცენტებს ცვლის და ხშირად ამბობს ბოლო ხანებია, რომ პუტინზე შემომწყრალია, განსაკუთრებით ალასკაზე შეხვედრის შემდეგ. ამას ძალიან ხშირად იმეორებს, მაგრამ ხანდახან მაინც წასდება ხოლმე სიტყვები, რომელთა თანახმადაც მოლაპარაკებები რუსეთთან აუცილებელია. პუტინი კარგი კაცია, პუტინი ჩემი მეგობარია. იშვიათად ამბობს ამას ტრამპი, მაგრამ ხომ ამბობს.
ამას წინათ იყო ბუდაპეშტის მათი სატელეფონო საუბრის შედეგად ბუდაპეშტის შეხვედრა რომ დაიგეგმა, რომ არა რუბიო ეს შეხვედრა ბუდაპეშტიდან სხვაგან შედგებოდა რუბიომ არ ყვია ლავროვთან და გაარკვია რომ რუსეთი ერთი წამითაც არ იხევს უკან. Первоначальные причины, პირველქმნილი მიზეზები უნდა აღმოიფხრასო, ეს გაუდის ლავროვ სხვა შორის კრემლში რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია ერთი ვერსიის თანახმად, უსაყვედურეს კიდეც ამ ღრძო დიპლომატს ბებერს. შესი აღარ უნდა გადაგეძაბაო, მთავარი იყო რომ პუტინი და ტრამპი შეხვედროდნენ ერთმანეთსო, ლავროვი წამსვლელი დიპლომატია მიდის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან და ესეთი კუშტი კაცია. ძიმე კაციც არის და ღრძო კაციც არის და ცუდი კაციც არის. მაგრამ ლავროვის სიცუდეზე ხომ არ ვლაპარაკობთ ახლა. მოკლედ ბუდაპეშტის შეხვედრა ჩაიშალა ყველა ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ანალიზის თანახმად რუბიოს ძალისხმევით ტრამპმაც თქვა რომ კი მარაო ეს ოხერი თუ მართლა ამ ცეცხლის შეწყვეტაზე არ მელაპარაკებიან და მელაპარაკებიან რაღაც პირველначальные ძირძველ თუ ძირეულ მიზეზებზეო, რომლებიც აბსურდებია, რასაკვირველია. მე დროს ვერ გავფლანგავ ასე ფუჭადო. ასაკში კაცია მაინც ძალიან რთულია ვაშინგტონიდან ბუდაპეშტში გადმოფრენა, სადაც ეს ორბანიც დაგხვდება ყელ გამოხადრული კი არა ესე იხვეწება დამინდეო ასეთი ვერიდან ალბათ ასეთ მონებს ეს ამბიციური კაცი ტრამპი, მაგრამ ესაუბრება ხანდახან გაუგორებს მიეფერება ხოლმე. მიეფერა კიდეც ამ ცოტა ხნის წინ. მოკლედ ეს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რაღაცა მოხდა და მოხდა ის რომ ტრამპმა, რომელიც ასეთი ამბივალენტური კი არ არის, აი ხანდახანზე ხშირად იცვლის ხოლმე პოზიციებს, ტრამპმა ისევ რატომღაც რუბიოს ჯგუფი ოდნავ ჩააჩოჩა უკან მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ თუ 7-8 კონფლიქტი აქვს მოგვარებული სიმართლე გითხრათ მე ვეცადე და 6 ვერ გავჩდი, მაგრამ ოკეი ტრამპს ვენდოდ. 6 კონფლიქტი აქვს მოგვარებული, ისიც საკამათოა, საეჭვოა სიმართლე გითხრათ რამდენად კარგად აქვს მოგვარებული, ასე მაგალითად ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, იმიტომ რომ იქ საშინელებები გრძელდება. მაგრამ ამასაც დავალებოთ თავი ვენდოთ 47 პრეზიდენტ შეერთებული შტატებისა. და ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო რომ ვიტკოფი წამოეწია სტივენ ვიტკოფი, რომელიც აქამდე ჩაჩოჩებული იყო მასზე, ამ ვიტკოფზე სულ მინიმუმ რბილად რომ თქვა, ალაპარაკობენ რომ ის იოლად რომ დაიყოლიებ ისეთი კაცია. ტრამპიც ასეთიაო, ბევრი ამბობს, მაგრამ უფრო ხშირად ამას ამბობენ სწორედაც რომ სტივ ვიტკოფზე. გარდა ამისა ამ რაღაც მოლაპარაკებებში რუსეთის მონა დიმიტრევთან ეს ვიტკოფი დიმიტრევის მაკაცია, ეგრა მაგის პასუხია. ხო, მოლაპარაკებებში სხვების იყვნენ ჩართულები. ვიტკოფზე სერიოზული ხალხის წესით, კი არა ნამდვილად. მოკლედ საერთაშორისო გამოცემები წერენ რომ ტრამპის გეგმა დავარქვათ ამას, ვიტკოფის გეგმა დავარქვათ ამას, ტრამპთან შეთანხმებული ვიტკოფის გეგმა დავარქვათ ამას. 28 პუნქტიანი შეთანხმება დაიდო რუსეთსა და პროექტი დაიდო კონფლიქტის დარეგულირებისა შეერთებული შტატების მიერ და რუსეთის პრინციპში ამაზე დაიყვაბულეს. 28 პუნქტს ხადია ვერ განვიხილავთ. ულახტელად გეტყვით არც ვიცი. 28-ს არ ვიცნობ. მაგრამ რასაც ვიცნობ, იმაზე იმ ზოგ მათგანზე მაინც ვილაპარაკებ. აი მაგალითად სიახლე სულაც არ არის რომ უკრაინამ უნდა თქვას 28-დან ერთ-ერთია ნატოში გაწევრიანებაზე უარი. ოკეი, იტყვის უსაფრთხოების გარანტიები თუ იქნება დანარჩენ ტერიტორიაზე, დანარჩენზე მეთქი, ამასაც კი ვამბობ. ხო, რა საკვირველია იტყვის? არის კი ეს უსაფრთხოების გარანტიები? მეორე სიახლე არის, სიახლე არა, უკაცრავად, მეორე ძველი ამბავი არის ის, რომ რუსეთი კლავას დაჟინებით მოითხოვს და ესეც ჩაწერილიაო, ასე ამბობენ 28 პუნქტიან გეგმაში ყველა სიტყვას ვზომავ, აქვე გეტყვით, ძალიან ფაქიზი თემაა და აქედან გამომდინარე თავისუფლებას არ ვაძლევ, რომ მეტი და მეტი საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგთავაზობ. მოკლედ ამ პუნქტებში 28-დან ერთ-ერთი არის შემდეგი. დონბასის ტერიტორია სრულად უნდა დათმოს უკრაინამო. ამას ჩაწერდა რუსული მხარე, რასაკვირველია. ეს ოდინდელი მოთხოვნაა რუსეთისა. კი არა, ვერ გამიგია და ვერც ვერავის ვერ გაუგია ევროპაში განსაკუთრებით. რატომ უნდა დათმოს უკრაინა მისაც მისია ისედაც, რატომ უნდა დათმოს უკრაინა მისაც ისედაც მისია და გარდა ამისა აკონტროლებს იმას, რაც მისია. მიდაიღე.
თუ მაგარი ხარ, როგორც ვერც იღებს საბოლოო ჯამში რუსეთი ამას. ოკეი, დათმო. მაგრამ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ეს სტრატეგიული საკვანძო ტერიტორია უკვე ამის შემდეგ რუსეთის სხვა მიმართულებებით, დნეპროპეტროვსკის მიმართულებით არ გახსნის, ეს თუნდაც 2 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ. ერთ-ერთი და რა სიახლეა გულახსნად გეტყვით არის ის, რომ 800,000-იანი არმია ყავს უკრაინას და ამ მუხლებში ვითომ და ჩაწერილია, ან ნამდვილად ჩაწერილია, რომ 800,000-იანი არმია 60%-ით უნდა შემცირდეს, ანუ 300,000 უნდა დარჩეს. სიახლეა რა გარანტია აქვს ვინმეს ვაშინგტონს მათ შორის, რომ კიევი ამაზე დაყაბულდება. წინასწარ ხო, რა საკვირველია უნდა სწოდნოდა ნებისმიერს და უნდა იცოდეს ნებისმიერმა, რომ უკრაინა ამაზე ყაბულ არ იქნება. 800,000-იანი არმია მყავს, რომელიც ალბათ ყველაზე ძლიერია დღეს ევროპის კონტინენტზე და ვიღაც დიდი ბიძები დასხდნენ და მე მეუბნებია რომ 300,000-მდე შევამცირო, ოკეი, შევამცირეთ, მაგრამ გარანტია იმისა, რომ რუსეთი არ დამესხება თავს 2 წლის, 3 წლის შემდეგ, ხო, სხვა ტერიტორიების დაპყრობას არ მოისურვებს, მოინდომებს, არსებობს კი? არ არსებობს ეს გარანტია. ერთ-ერთი პუნქტი არის უკრაინისთვის საზიანო. არის ამგვარი, რომ არანაირი მსურველთა კოალიცია და კოალიციური ჯარები ხარეთა დაშორიშორების პერიმეტრზეც არ უნდა ჩადგნენ. ანუ ისედაც ხო ძალიან მყიფე იყო, ძალიან სუსტი იყო ამ მსურველთა კოალიციის შექმნა წარმოუდგენელი ჩანდა ბოლო პერიოდში, მაგრამ ლაპარაკები გრძელდებოდა. ამის თაობაზე, იმიტომ არის რა ძნელი თუ რთული, იმიტომ იყო, რომ ბრიტანეთი ასე მაგალითად, საფრანგეთი ასე მაგალითად, გერმანია ასე მაგალითად, პოლონეთი ასე მაგალითად, მათი ამომრჩევლები სულაც არ არიან თანახმანი, რომ 20,000 კაციანი კონტინგენტი გაუშვან სადღაც, მათთვის ეს სადღაც უკრაინაა და ამორჩეველს კი ამ დემოკრატიულ ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ლაპარაკობდნენ, განა არ ლაპარაკობდნენ ამ მსურველთა კოალიციაზე, როგორც პორტუგალია ასე მაგალითად, რამ გამახსენა, მაგრამ მაინც პორტუგალია ამ მსურველთა კოალიციაში რასაკვირველია მონაწილეობას არ მიიღებდა, იქით ატლანტის ოკეანეა და აქეთ ესპანეთი და საბოლოო ჯამში პორტუგალიას ვინ ემუქრება? ესპანეთი რო არ ემუქრება, ხომ ფაქტია და ატლანტის ოკეანიდანაც არავინ არ ემუქრება, გარწმუნებთ. ამიტომ პორტუგალია თან არის ამ ნატოს წევრი და თან საბოლოო ჯამში არც არაფერს წყვეტს ამ ნატოში, უბრალოდ ხელი უნდა ასციოს და ხელი უნდა დასციოს. არა, კი არ ვამცირებ ახლა პორტუგალიას როგორც ასეც, მაგრამ მაინც. მოკლედ, სურველთა კოალიციაც არ უნდა იყოსო, არ უნდა შევიდესო, არანაირი ჯარი ევროპელებისო არ უნდა იყოსო, ეს 28 პუნქტში, თუ ეს 28 პუნქტი საერთოდ არსებობს, ამაზე ვიტყვი 2 სიტყვას. ეს იყო თუ არის ჩაწერილი. ოკეი, არ შევიდეს სურველთა კოალიცია ევროპაში, შემცირდეს 300,000 კაცამდე, ჯარისკაცამდე უკრაინის შეერაღებული ძალები. უარი თქვას უკრაინამ ნატოში შესვლაზე, დათმოს დონბასი. 4 პუნქტი ჩამოვასახელე ამასობაში, ხო? მაგრამ გარანტია იმისა, რომ რუსეთი თავს არ დაესხმება, არსებობს კი. კიდევ ერთი პუნქტი. ბოლო პუნქტამდე მივალ, ყველაზე საკვანძო პუნქტამდე, საინტერესო პუნქტამდე. კიდევ ერთი პუნქტი. არის ამგვარი თუ ეს კვლავ ვიმეორებ, ეს რასაც ავრცელებს მეინსტრიმ მედია საერთოდ სიმართლეა. მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ სიმართლეა. ერთ-ერთი მუხლი არის ამგვარი. უკრაინას არ ეძლევა შესაძლებლობა კი არა, უფლება არ ექნება, რომ რუსეთის სიღრმეებში თუ ამერიკული და თუ უკრაინული იარაღით, ეს უკრაინის დროშის ფერებში, გავაკეთეთ, ესეა ხო? და არტყას რუსეთს ამერიკული ან უკრაინული იარაღით რუსეთს, რომელიც საზიზღარი ქვეყანაა. ესეც ჩაწერილია ამ 28 პუნქტშიო. რატომ? ანუ რუსეთს აქვს უფლება რომ დაარტყას და აი უკრაინას ომსკისა და მურმანსკის და ვლადივოსტოკის უფლება თან შესაძლებლობა აქვს, თან საკუთარი იარაღით. მის ქვეყანაში არსებული იარაღით. კარგი, შლეგი და გიჟი უნდა იყო ყველაფერს რომ ხელი მოვაწერო, მაგრამ რაღაცა პაწუა არგუმენტები არსებობს საიმისოდ, რომ ხელი მართლაც მოვაწერო, დაიღალა უკრაინელი ხალხი. რა თქმა უნდა დაიღალა. რა თქმა უნდა, ბევრს და სულ უფრო მეტს უკრაინაში არ უნდა ომი, შეგვენ ალბათ სული სიტყვა ამ გმირ ხალხზე ამის თქმა, მაგრამ ზალამ აღმართი ახნა, შეიძლება ვიღაცა ფიქრობს ასე ხარკოვში, კიევშიც კი, ლვოვშიც კი. რას ვომობთ?
ესენი ხო დასავლეთზე შემომწყრალებიც არიან სხვათა შორის და დასავლეთი არ გვეხმარება ბოლომდე და წqdებით წელშიო შეიძლება ფიქრობს რიგითი ოდესელი, რიგითი ზაპოროჟიელი, რიგითი სუმელი, რიგითი კიეველი, რიგითი ხარკოველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე ეს შეთავაზება რომ მიიღოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მე ვიტყვი რომ სწორ ექნა მეთქი. დაღლილია უკრაინული ხალხი მეთქი, ოღონდ იმ პირობით რა საკვირველია ვიტყვი მეც და პირველ ყოვლისა მე მეკითხება ზელენსკი იტყვის თანახმაურ ამ ყველაფერზეო თუ რუსეთი კი არა დასავლეთი მისცემს უკრაინას უსაფრთხოების სრულ გარანტიებს და სად არის ეს უსაფრთხოების გარანტიები? განა ჩაწერილია ამ 28 პუნქტიან შეთანხმებაში კი არა პროექტში რომელთან დაკავშირებითაც ესეთი ამბავია ატეხილი მსოფლიო მედიაში. კითხვა ეს არის. აი ერთ-ერთი მუხლი, მოდი ერთს დავარქვათ 22 მუხლი, არ მახსოვს. სადღაც წავიკითხე, მახსოვდა, კი არა ვიცოდი რომელი მუხლია, მაგრამ ერთ წამს დავარქვათ ბოლო, აი კვინტენსენციური მუხლი. არის ამგვარი, რომელიც სწორედ უსაფრთხოების გარანტიებზია. სხვათა შორის და უსაფრთხოების გარანტიები ვიტკოფის გეგმაში, თუ ტრამპის გეგმაში, თუ ვიტკოფის გეგმაში შეთანხმებულში ტრამპთან, თუ ვიტკოფ დიმიტრიევის გეგმაში ტრამპ პუტინის გეგმაში თუ ასე მოკლედ აი ამ გეგმაში, თუ ეს გეგმა კვლავ ვიმეორებს, საერთოდ არსებობს. ერთ-ერთი მუხლი და კვინტენსენციური მუხლი არის ამგვარი. რუსეთი და ბოდიშ ვიხდი, ხა უცნაური სიტყვა უნდა ვიხმარო, რუსეთი იგინება. აი ამბობს ჩემი ესე და ესე, აი ძველი ბიჭები რო იგინებიან 90-იანებში რო იგინებოდნენ და ახლაც რომ იგინებიან ძველი ბიჭები აქ-იქ და სულ უფრო ხშირად ჩემი ესე და ესე თუ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას დავესხა თავს ოღონდ დონბასი მომწეს ოღონდ 300,000-მდე შეამციროს საკუთარი ჯარი ოღონდ სიღრმეებში არ დამარტყას მე იარაღის ნაწილი სხვათა შორის ხო ჩააბაროს აღარ გამოიყენოს და ასაწყობოს ან გაანადგუროს ერთ-ერთი მუხლია ეს ნატოში არ შევიდეს და ასე შემდეგ და მე ვიყო ხო ესა პატასკუხა ხო არის ეს რუსეთი და პატასკუხას შვილიო პატასკუხას შვილი ვიყო თუ უკრაინას დავესხმები თავს მომავალში მე ვიყო ესეთი და ესეთი უსვიდისო ქვეყანაო და მეცაც გეტყვითო ეს არის ჩაწერილი ვითომ და რომ მე არა მარტო უკრაინას არ დავესხმები თავს არამედ კანონითაც განმომტკიცებ ამას ჩავწერს შესაბამის ამ კონსტიტუციაში ჩაწერეთ სად ჩაწერეთ ხო და ასე შემდეგ და არც ევროპის სახელმწიფოებს დავესხმები თავს კარგია თუ ასეა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხოების გარანტია რასაკვირველია საფრთხოების გარანტია არ არის იმიტომ რომ ევროპაში და სოფლიოში და ცივილიზებულ სამყაროში არავის სჯერა რუსეთი გარდა იმისა რომ ხვარძლიანი და ბოროტი სახელმწიფოა მისი ლიდერიც ხვარძლიანი და ბოროტი კაცია შლეგი და ავადმყოფი კი ნახავთ როგორ ფეხსაცმელი აცვია ასიათ მივაქციე ყურადღება ხო პატარაა ტანით და გამორჩილება აკაც უამრავი პატარა კაცი არსებობს ტანმორჩილი ადამიანი არსებობს რომლებიც ძალიან მაგრები იყვნენ მაგრამ და კომპლექსებიც ჰქონდათ ზოგ მათგანს ეს ეთყობა და კომპლექსებული კაცია და დაახლოებით არ მინდა შემეშალოს ცხადია მაგრამ მინიმუმ გეტყვით 3 სანტიმეტრიანი ქუსლი აქ ანუ გქონია რომ ეხლა რო არის რამდენიც არის და 70-მდე თუ არ ვსწრებ 70 თუ 71 ხო 74 თუ იქნება აი ახოვან კაცად გამოჩნდება ეს ქვეყნის ამომგდები კაცი რუსების მტერი მათ შორის რუსეთის მტერი მოკლედ პუტინის ამშრალობა პუტინი დაიგინებს თუ არა რა მნიშვნელობა აქვს პუტინი ამას იტყვის თუ არა საერთოდ უნდო არასანდო უფრო ზუსტი რომ ვიყო ქვეყანაა რუსეთი 94 წელს რუსეთმა იმჟამინდელმა თქვა რომ ბუდაპეშტში რომ უკრაინის ყირიმის ჩათვლით უსაფრთხოების გარანტორი ჩვენ ვართ ოღონდაც კი მაგათმა დათმონ ატომური ბირთვული იარაღიო და ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ერთად მათი ტერიტორიული მთლიანობის გარანტირებადაც კი გამოვდივართ 2000-იანი წლების დასაწყისში ასეთი ჟურნალისტი იყო გვარი არ მახსოვს ლისტევთან მუშაობდა ლეონ შეიძლება გვარი ამიტომ ვერ წარმოვთქვა გვარს კარგი კაცი სად არის ის კაცი ნეტავ და 2000-იანი წლების დასაწყისში მან ჰკითხა
პრეზიდენტ პუტინს რას ხილებთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ? ესო რუსეთის ტერიტორია ხო არ არის, რას ლაპარაკობთ, რას ბრძანებთო? ჩვენო არავითარ შემთხვევაში არ დავესხმებითო თავსო, ჩვენ იმპერია კი არა ვართ, ჩვენ სხვაგვარი უნდა ვიყოთო, გამოხდა ხანი და ბევრი წელი კი არა. 7 წელიწადში, 6 წელიწადში, ეს 2000-იან 2001 წლის ინტერვიუა, პრეზიდენტი პუტინი მიუნხენში აკეთებს განცხადებას, რომელიც ისტორიულთა შორის ისტორიულია, ან თავარი, ან საკვანძოა. ის ამბობს, რომ მე-20 საუკუნის უზარმაზარი გეოსტრატეგიული გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, ამას ამბობს უკრაინის ლიდერი მაშინ იუშჩენკოვა, მერკელის, მაკეინის, სხვების დასწრებით. ლინცი გრემიც თუ არ ვწდები იქ არის, თუ გამახსენდება ამასობაში ლინცი გრემზეც გეტყვით ორ სიტყვას. სენატორი ლინცი გრემი. სხვების დასწრებით ამას ამბობს. ანუ პუტინი პრაქტიკულად მიანიშნებს იმას, რომ მე წავალ რევანშზე. და 90-იანი წლების დასაწყისში რომ გვინგრიეთ ეს საბჭოთა კავშირი, ჩვენ რუსები წავალთ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და რეალურადაც ასეა. 2008 წლის ომი რეპეტიცია, ჟურნალია, რეპეტიცია იმ პროექტისა, რომელსაც რუსეთის დიდი იმპერიის აღდგენა, საბჭოთა კავშირის სხვა სახელწოდებით ცხადია, საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქვია იმ დიდი სპექტაკლისა თუ ფილმისა, რომელსაც ასე შეიძლება ვუწოდოთ восстановление Советского Союза. 2014 წელს ერთგვარი რეპეტიცია და 22 წელს უკვე სრულმასშტაბიერად დაიწყო SVO, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც 5 რეგიონი, იმხანაც 3 სხვათა შორის კი არ იყო, 2 რაღაცა დააბატა მაშინ. არამედ მთლიანად უკრაინის ჩაყლაპვა, განადგურება, რომ მე ბევრი ქვეყანა ბევრჯერ მithქვამს მიბობღდეს. საქართველოს უკვე მიბობღებულია, ბელარუსიც არ იყოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიბობღდეს საქართველოს ივანიშვილის ხელში. ივანიშვილის აქამდე უნდა შეინარჩუნო, რომ მიმბობღავი იყოს ოფიციალური პირი, თუნდაც კულისებში მყოფი. მოკლედ, ბუდაპეშტი ჩაშალა რუსეთმა და არა მხოლოდ ბუდაპეშტი ჩაშალა. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს აქვს ხედი მოწერილი ეუთოს 3 სამიტის გადაწყვეტილებებზე 94-ში, 16-ში და 99-ში. შესაბამისად, ლისაბონი, ბუდაპეშტი და სტამბული. სამივეგან აღიარებს რუსეთი, რომ ეთნიკური წმენდა ჩატარდა ქართველების წინააღმდეგ, ის არის ავტორი. მაგრამ ამას აღიარებს ელცინის იმჟამად, იმხანად ელცინის რუსეთი და მე თავადვე უარყოფს ამავე ჩანაწერს. ხვალ პუტინი თავის თავსაც გაემიჯნება, როდესაც ამგვარ ყალბშვიდობას მიიღებს, თუ მიიღებს, სასაკვირველია, ოღონდ ვერ მიიღებს, აქვე ვიტყვი. ხვალ ამოისუნთქავს, იქვე მოსთხოვს დასავლეთს დესანქცირება მოახდინე სასწრაფოდ ჩემიო და ზარას შეშვებაზე და კოკაკოლას დაბრუნებაზე კი არ არის ლაპარაკი, მსხვილი კომპანიების დაბრუნებაზე და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე. მასზე გათავხედდება პირობითად ცხადია. და იტყვის, რომ Nord Stream 2 თავიდან დავიწყოთ გერმანიასთან. ან სხვა აღებმიცემობით იქნება დაკავებული რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან და მოფერიანებული უკვე იტყვის ან თავად პუტინი, იმხანად ბებერი და ეხლა ხო ბებერია, კიდევ უფრო ბებერი, ან ეიჯისში რო არ გადამივიდეს, მოკლედ ასაკში შესული კაცი. ან მისი ნებისმიერი იმპერიალისტი მემკვიდრე. იტყვის, რომ все-таки решили, что Украина это наша страна. Украина ეს ჩვენი ქვეყანა. ისტორია პატვირს და მოიღებენ უსტარებს თუ დავთრებს უკრაინის თაობაზე, რომ აქაოდან უკრაინა არის რუსეთის ტერიტორია. ამიტომ რუსეთი არასანდო ქვეყანა, ევროპა შესანიშნავად მილიტარული ევროპა, ევროპის მილიტარიზმი, ხო? და ამერიკის მერმისი. იქილია სხვა კუთხით წერდა ყველაფერს. ხო, ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი. ილია ოღონდ სხვაგვარად განიხილავდა ამას. ხო და ჩვენ კი უნდა განვიხილოთ ასე, რომ ევროპის მილიტარობა, მილიტარისტული ევროპა ამ ყველაფერს შესანიშნავად ხვდება, ჩახვდა, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ უფრთხის რუსეთს. პორტუგალიას ფეხებზე კიდია, მაგრამ ბალტიელებს არ კიდიათ, პოლონელებს არ კიდიათ, ფინელებს არ კიდიათ, ბოდიში, ბარემ ვიტყვი, რომ ევროპის, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგის, აგრეთვე ტრადიციული ძირძველი ევროპის ლიდერებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ განცხადება იმასთან დაკავშირებით, ეთანხმებიან თუ არა ამ 28 პუნქტიან გეგმას, როგორც ასეც. ეჭვი მაქვს,
თუ ვაშინგტონიდან არა მედიის საშუალებებიდან აქსიოსი რაღაცას წერს და Sky News-ი რაღაცას ამატებს და ვიღაცა რაღაცას ესე კარგად ულამაზესად წარმოაჩენს, უმშვენივრესად წარმოაჩენს. არა, წყაროები გვეუბნებიან, რომ ერთი წუთი რა. თეთრი სახლი თუ გააკეთებს განცხადება 68 პუნქტის თაობაზე და ზელენსკი არ მიიღებს ამ ყველაფერს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებს მერცს, მაკრონს, სტარმერს, სტუპს, ბალტიის სახელმწიფოების ლიდერებს, ტუსკს და სხვებს მოუწევთ განცხადების გაკეთება. მე ჭვიმაქ რომ ერდოღანიც გააკეთებს ამ განცხადებას, ტყუილა არ ჩავიდოდა ზელენსკი ანკარაში. ესეც თუ განიხილეს დასაკვირველია. მოკლედ ამერიკა ამ თვალსაჩინო დარჩება თუ ეს ასეა, კვლავ კი არა, მოდი ასე ვიტყვი, ცოტა გაწმილებული ევროპის პოზიციით. იმიტომ რომ ყველა ხვდება რა ჩუმი ჩანაფიქრი აქვს პრეზიდენტ პუტინს. შლეგკაც ავადყოფსა და მეტრა 74 რო ხდება, ნაცვლად იმისა რომ იყოს მეტრა 70 გადავამოწმოთ თულებად, მაგრამ მეზარება. და კიდევ ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების აი გრემი ვახსენე, ლინცი გრემი, სენატორები, ზედაპალატის წარმომადგენელი, მათ შორის ლინცი გრემი. აცხადებენ რომ ვიტკოფის გეგმის თაობაზე, აბა ტრამპს ხوار დააბრალებენ და ამიტომ ვიტკოფის გეგმას უწოდებენ. მათ არაფერი იცოდნენ. ლინცი გრემი 30 წამი მინდა გიბოდიშებთ. ამბობს ამგვარ რამეს, სუსტის ციტირება რომ მოვახდინოთ თქვენის ნებართვით. აი აქ ამობიხდა კარგია. შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინას ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. წერს The Hill. შეერთებული შტატების კონგრესმა არაფერი იცოდაო. კონგრესის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული ტრამპის ზედაპალატა იგულისხმება. ქვედაპალატაც იგულისხმება, მაგრამ ზედაპალატა იგულისხმება, ანუ ასეულია იცით ხო, ზედაპალატაში. შეერთებული შტატების კონგრესის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული ტრამპის გუნდის, უფრო კი სტივ ვიტკოფისა და პუტინის სპეცწარმომადგენლის, ისინი ძმაკაცები არიან, კი გითხარით ესა, ესენი ერთად სწავლობდნენ ვიტკოფი და ეს დიმიტრიევი და ეგრა მაგის პასუხია და რაღაც საერთო ბიზნესების ჰქონდათ თუ არ ვწდები, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, ეს ვიტკოფი ხო ბიზნესმენია, ის როგორც პოლიტიკოსი ვერ აზროვნებს. როგორც საერთოდ ვერ აზროვნებს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი იმით უმეტეს ვერ აზროვნებს. და ვერ აზროვნებს კონცეპტუალურად მეთქი რომ ვერ აზროვნებს გასაგონიერი კაცი იქნება ხასვერჩი. შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ არაფერი იცოდა კონგრესმა. მანამ სანამ ეს მედიაში არ გაშუქდა, არ გაავრცელა მედია. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინცი გრემმა განაცხადა, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდა და ამავე დროს გამოთქვა მოსაზრება, რომ არც ერთი გეგმა არ იმუშავებს. უკრაინისათვის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სამხედრო, მხარდაჭერისა და რუსეთის ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე დარტყმის გარეშე და ამ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე დარტყმები მიმდინარეობს. ამიტომ მე კი და ჩვენ კი დიდად ვღელავთ აქსიოსის და არა მხოლოდ აქსიოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, საღელვიც არის ტრამპის პირობებში სამ კვირაში ერთხელ ხანდახანზე ხშირად პრეზიდენტი ტრამპი ცვლის არა პოზიციებს, არამედ აქცენტებს. გასაკვირველია ასეა. მაგრამ მაინც დაველოდოთ მოვლენათან ვითარებას, მე მგონი რომ ისე არ ქუხს, არა, უკაცრავად არც ქუხს და არც წვიმს. მესმის ემოციურად რთულად საქმელია, რასაც მეინსტრიმ მედია ავრცელებს, მაგრამ უკრაინას ვერ არა მარტო არ, არამედ ვერ მიატოვებენ და ვერ დაამარცხებენ. ამ სიტყვას გავშიფრავთ, ამ წინადებას გავმარტავთ თქვენის ნებართვით. უკრაინის დამარცხებას ვერ დაუშვებს, არა მარტო არ, არამედ ვერც დაუშვებს ცივილიზებული სამყარო, დემოკრატიული სამყარო, მათ შორის შეერთებული შტატები. და დამარცხება, სხვა შორის არ არის დამარცხება მაინც და მაინც კიევის თავზე დროშის, რუსული დროშის აღმართვა, ხო, შეიძლება სხვა რამეს იყოს დამარცხება. ისე როგორც შეიძლება სხვა რამეს იყოს გამარჯვება. უკრაინას თუ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, დარჩენილ ტერიტორიაზე მეთქი, ნახეთ როგორ ვიტყვი მე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თავგადაკლული მომხრე, უსაფრთხოების გარანტიები თუ ექნება უკრაინას დარჩენილ ტერიტორიაზე, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის გამარჯვებად, ოღონდ ამბავიც ის არის, რომ უსაფრთხოებას დარჩენილ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი ვერ მისცემს, ვერასდიდებით ვერ მისცემს, იმიტომ რომ ღორი ქვეყანაა.
საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. რეჟიმ ჩეინჯი უნდა კიევში. ზელენსკი წავიდეს და რომელიმე რაგვარი იყო ის? რო გაიქცა 14-ში. იანუკოვიჩი მოვიდეს. ეს უნდა. რაც ჩვენ გაგვიკეთა, იმის გაკეთება უნდა უკრაინაშიც. და რაც არ უნდა ამბივალენტურად მოგვეჩვენოს პრეზიდენტი ტრამპი, ხო, პრეზიდენტი ტრამპიც კი ამაზე არ ვერ წავა. მით უფრო, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად შეერთებული შტატების რესპუბლიკელი ამომრჩევლების 72% უკრაინის უპირობო შეიარაღების მომხრეა. ტრამპი 28 წლის ნოემბერში მაღალი ალბათობით არ იყრის კენჭს, მაგრამ ხო უნდა იმ პირის დატოვება პრეზიდენტად, ასე მაგალითად ჯეი დი ვენსისა, რომელიც მის კურსს, მის ხაზს გააგრძელებს. ასე მაგალითად მეთქი, თორემ მე ჯეი დი ვენსის დიდი მომხრე ვარ მეთქი, ეს რომ გითხრათ, დიდი ტყუილი გავამივა, თუ მაინც და მაინც რესპუბლიკელებზეა საუბარი, მე მომხრე ვარ, რომ მარკო რუბიო და ნიკი ჰეილი გავიდნენ ფინალში. მაგრამ ამ პერიოდამდე კიდე 3 წელია ზუსტად. ნახვამდის.